მოგესალმებით, ჩემო კარგება, როგორ ხართ? იმედი ყან ძალიან კარგად ხართ. ძალიან მომენატრეთ და დავბრუნდით ჩემი მარკერით და ფურცლით, რა თქმა უნდა, ვისაც ჩემი ნახატები მოგენატრათ დავბრუნდი. მოკლედ ძალიან მომენატრეთ ყველანი, ძალიან გთხოვთ მეგობრებო, ძალიან დიდი სათხოვარი მაქვს თქვენთან, გავამეხმაურეთ, უკავშირეთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეოებზე, ანუ თუ რაიმე არ მოგწონთ შემახსნილში, შეგვიძლია გამოვასწოროთ, თუ მაგალითად გინდათ რაიმე თემების უფრო ღრმად განვრცობა ასევე ჩავუღრმავდეთ ნებისმიერ თემას, რომელიც თქვენ გინდათ და არ ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია უკავშირი, ძალიან გთხოვთ მომწერეთ, გამოვასწორებ ნებისმიერ თქვენს რჩევას, გავითვალისწინებ ასევე თემებს, რომელზეც გინდათ რომ ვისაუბროთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? დღეს განვიხილოთ ესე ძალიან საინტერესო თემას, რატომ ხართ სამყაროს ცენტრი, ზუსტად რომ თქვენ და როგორ შეგიძლიათ გამოვასწოროთ ის, რაც არ მოგწონთ ამ სამყაროში და როგორ გაიუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება, შეხვიდეთ სამყაროსთან ძალიან ჰარმონიაში, ესე რომ ვთქვათ და არ აყვეთ ეგოს თამაშებს. აი ესეთი თემა გვექნება დღეს, ძალიან საინტერესო ვფიქრობ და თუ ვინმე გეუბნებათ, რომ სამყაროს ცენტრი არ ხართ თქვენ და სამყარო შენს გარშემო არ ბრუნავს, ანუ თვითონ იფიქროს ეგ ყველაფერი, თქვენ 1000-დან მილიონი პროცენტით იცოდეთ, რომ ზუსტადად სამყაროს ცენტრი ხართ თქვენ, თქვენ ქმნით თქვენს გარშემო სამყაროს და თქვენ ქმნით თქვენს იმ რეალობას, რომელშიც ახლა ცხოვრობთ და ზუსტად ახლა ამას აგიხსნით რატომ. მოკლედ, ჩვენი პატარა ადამიანები, როდესაც ვიბადებით, ესე, ხო? იბადება ყოველ შემთხვევაში სხეული, შემდეგ უკვე გვაძლევენ, ხო, ეს არის სხეული, შემდეგ უკვე ესე რომ ვთქვათ, გვიღვიძებენ აი ამას, ჩათვალეთ, რომ ტვინი, ანუ ეგო, ჩვენი ეგო და აი ეს ეგო შემდეგ უკვე ყველანაირად გვიმორჩილებს, მაგრამ ეხლა როგორ შევიდეთ ჰარმონიაში სამყაროსთან, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რომ აი აქ დავიბადეთ ჩვენ, ეს არის სამყარო, რომელშიც ახლა ცხოვრობთ და ახლა ხართ და ის რეალობა ზუსტად რომელსაც ახლა ადევნეთ თვალყურს, ჩათვალეთ თქვენს ეკრანებზე და როგორც წინა ვიდეოებში აღვნიშნე ხოლმე, რომ თქვენ რასაც უყურებთ და აღიქვავთ თვალით, სმენით და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის ერთი ძალიან დიდი ეკრანი და თქვენ უბრალოდ თქვენ სხეულთან ერთად როგორც ღმერთი, ხო, ესე ვთქვათ, ხო? არსი ყველაფრის უყურებთ კინოს. ამ სხეულის კინოს უყურებთ რეალურად, მაგრამ იმიტომ რომ ეგო არის ძალიან აქტიური, ანუ თქვენთან, თქვენ გჯერათ ეგოსი, ანუ თქვენი ფიქრების, ვიდრე რეალურად იმის, რაც თქვენ ხართ და დავიწყოთ ახლა, რატო ხართ თქვენ სამყაროს ცენტრი. იმიტომ რომ აი ესე სამყაროში თქვენ დაიბადეთ სამყაროში, ანუ გაჩნდა სხეული, რომელსაც არ ქონდა ეგო. ხო, შემდეგ განუვითარეს ეს ეგო, უთხრეს რომ შენ სამყაროს ცენტრი არ ხარ, ან რაღაცა ნებისმიერი ტრიგერი, რომელიც თქვენ გაწუხებს, ფულს ვერ იშოვი, ამას ვერ გააკეთებ, ეს არ ჩაიცვა, ის ვერ გააკეთებ და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ სამყაროში თქვენიდან გამომდინარე, ანუ ნახეთ, მილიარდი ზუსტად ის რეალობაა, რომელიც თქვენ გინდათ. ნახეთ? მილიარდი ზუსტად ის რეალობა, აი ამ სამყაროში და ეს ყველაფერი გამოდის თქვენგან. აბსოლუტურად თქვენგან გამოდის ეს რეალობა. ანუ მილიარდი შესაძლებლობა და ვარიანტი არის ამ სამყაროში, როგორი რეალობა უნდა გქონდეთ. მაგალითად, აქ ჩავწ ახლა ვალები, უფულობა, მაგალითად, ხო, უსახლობა, ubinaoba, არ ვიცი, უმანქანობა, არ ვიცი ნებისმიერ და აქეთ წარმოიდგინეთ ახლა, რომ გაქვთ მილიონი ვილა, არ ვიცი, ბოლო მოდელის მანქანა და ასე შემდეგ ნებისმიერი რაღაცა, რაც თქვენს წარმოსახვაში შეიძლება ამ წუთში მოვიდეს. ეხლა რას ეხება აი ეს რეალობა, ხო? და რატოა ეს ყველაფერი ესე? გამომდინარე იქიდან, თუ თქვენი ეგო რამდენად აქტიურია, ანუ ის ხმა, ანუ სიჩუმეში ხმა, რომელიც გესმით, ან აზრები, რომლებიც მოგდით, ეს ყველაფერი არის ეგო. აბსოლუტურად ეგო, ეს თქვენთან არაფერ კავშირში არ არის. უბრალოდ ეს არის ის, რასაც თქვენ ყველაზე ძალიან ენდობით. კიდევ ერთხელ წინა ვიდეოებშიც მილიონჯერ აღვნიშნე და ეხლაც კიდევ ერთხელ ვიტყვი და სულ ყველა ვიდეოში იგივეს ვიტყვი აბსოლუტურად, რომ თქვენ ხართ ღმერთი, შემოქმედი, არ ვიცი, პირდაპირ, ოღონდ არა გადატანით მნიშვნელობით ღმერთი, ეს არის თქვენ ხართ ღმერთი, შემოქმედი, სამყარო, არ ვიცი, ნებისმიერი რამე, რასაც თქვენ ეძახით, ხო, აი ამ ყველაფერს მაგალითად, აი ამ სამყაროს და რასაც აღიქვავთ, ეს ყველაფერი
ხართ თქვენ თვითონ და თქვენ თვითონ ხართ აი ამ თქვენი რეალობის და ყველაფრის შემქმნელი. ანუ რამდენად გჯერათ თქვენი ეგოსი. მიხვდით რაშია საქმე? როდესაც თქვენ უკვე ანუ ძალიან მარტივად შეიძლება დაკორექტირდეს და ფორმირება გაუკეთოთ თქვენს აზრებს, თქვენს ფიქრებს, თუ დაიწყებთ აქედან, არ ენდოთ ყოველთვის მაგას ვიცახი, არ ენდოთ თქვენს ეგოს. თუ გაქვს დღეს $1,000,000 ვალი, შეგიძლია ხვალ გქონდეს $2,000,000. რაც უფრო ცუდად არის თქვენი საქმე, მით უფრო ყველაფერი ძალიან კარგად არის რეალურად ყოველთვის ესეა. ჩემი ისტორია მოყოლილი მაქვს და ეხლა აღარ გავიმეორებ, თუმცა მარტივად შემიძლია გითხრათ მართლა, რომ რაც უფრო მეტი გაქვს ვალი, ან რაღაცა უფრო სტრესულ და ცუდ სიტუაციაში ხარ, მით უფრო მალე მოდიხარ გონს, ესე რომ ვთქვათ, ხო? მით უფრო მალე აი კვანტური ნახტომით შეგიძლია ერთი პატარა კვანტური ნახტომით შეგიძლია მთელი შენი ცხოვრება შეცვალო, ეს იქნება ვალი, ეს იქნება არ ვიცი ნებისმიერი რაღაცა პრობლემა, რომელიც თქვენ გაქვთ, ხო? ამ შემთხვევაში. ნუ ძირითადში არის ხოლმე, რომ უფრო ფინანსური პრობლემები თუ აწუხებს ხალხს, არ პირადი ურთიერთობები და როდესაც თქვენ მიხვდებით, რომ თქვენია ეს ყველაფერი, ანუ მიხვდით, თქვენ რასაც თქვენს გარშემო ხედავთ, ყველაფერი არის თქვენი ანარეკლი, თქვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლი და შინაგანი მდგომარეობა მოდის მხოლოდ და მხოლოდ იმისგან, თუ როგორ, ანუ რას ფიქრობთ, მხოლოდ და მხოლოდ იმისგან, რას ფიქრობთ და შემდეგ ფიქრები, აი აქ ნახეთ, ფიქრები აბსოლუტურად უდრის თქვენს შინაგან განწყობას. ეხლა ძალიან მარტივი მაგალითით მეგობრებო რა, ძალიან მარტივი მაგალითით წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფიქრობთ სულ რაღაც წარუმატებლობაზე, რომ აი ეხლა გასაუბრებაზე მივდივარ მაგალითად და დედა რო არ ამიყვანონ, დედა ეს როგორ იქნება, ნეტა ეს როგორ იქნება, ნეტა ის როგორ იქნება, ვაიმე რა გავქნა, ხო? ანუ რა მოგდით ამ დროს, აბსოლუტურად შიში გიპყრობთ. წარმოიქმნება შიშის ენერგია და შიგნით, ხო, წარმოიქმნება ფორიაქი, აბსოლუტურად რაღაც დაჭიმულობა, მოჭიმულობა, აი ყველაფერი ერთად თითქოს არ ვიცი საბრძოლოებად მიდიხართ მეორე მსოფლიო ომში. ხო, სწორი ვარ, აბსოლუტურად სწორი ვარ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მეც გამომიცდია ეს ყველაფერი ჩემს საკუთარ თავზე და მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილებით გეუბნები და ვხსნი ყველაფერს. ანუ რეალურად როგორ არის, თქვენი ფიქრები განაპირობებს თქვენივე ემოციებს და შიგნიდან და თქვენივე ემოციები პირდაპირ კავშირშია იმ რეალობასთან, რა რეალობაც თვალწინ გიდგათ. ეხლა წარმოიდგინეთ ერთი წამით, ყველამ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენთვის რა არის სიმდიდრე. აი უბრალოდ ეხლა რაღაცა დაახლოებით 4-5 წუთი დავუთმოთ ეხლა ამ პრაქტიკას, წარმოვიდგინოთ რა არის სიმდიდრე თქვენთვის, აი პირადად თქვენთვის. რა არის სიმდიდრე? მაგალითად და დამიწერეთ მე კომენტარებში ვის რა პასუხი გქონდათ. სიმდიდრე რა არის თქვენთვის? აი რას წარმოიდგენთ ხოლმე, რომ მაგალითად $5,000,000 ანგარიშზე, მაიბახის მაგარი მანქანა, ან მაგალითად G-კლასი, ან არ ვიცი რაღაცა Range Rover-ი ახალი, ან არ ვიცი კიდე ხო, რაღაცა X6 BMW და მთელი ამბები, ხო? რა არის თქვენთვის სიმდიდრე? 4 სახლი, 8 ვილა, არ ვიცი, ნებისმიერი რამე, რასაც თქვენ წარმოიდგენთ. ეხლა 5 წუთი ყველამ დახუჭეთ თვალები, აბსოლუტურად და წარმოიდგინეთ რა არის თქვენთვის სიმდიდრე და შემდეგ, აი როდესაც ჩამოყალიბდით რა არის სიმდიდრე, დააკვირდით თქვენს ემოციურ მდგომარეობას. ძალიან მარტივი პრაქტიკა მეგობრებო, მაგრამ ძალიან ეფექტური. წარმოვიდგინოთ რა არის სიმდიდრე თქვენთვის, კონკრეტული თქვენთვის და თქვენი შინაგანი ემოციური მდგომარეობა. და შემდეგ ყველამ დამიწერეთ, იმიტომ რომ უკავშირი აქ არ არის და შემდეგ ყველამ დამიწერეთ რა არის თქვენი ესე რომ ვთქვათ აბა დავფიქრდეთ ახლა რა არის სიმდიდრე თქვენთვის. იმედია ყველა მოიფიქრეთ და ეხლა ყური მიუგდეთ თქვენ შინაგან მდგომარეობას, ანუ თქვენს ემოციებს სიმდიდრესთან მიმართებაში და სიმდიდრესთან კავშირში. რა არის სიმდიდრე თქვენთვის და რა ემოციებს იწვევს ის თქვენში? რა ემოციებს იწვევს ის თქვენში?
იმედია ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთეთ და ზუსტად ვიცი რომ გააკეთებდით. ეხლა ჩემო საყვარლებო მინდა ძალიან მარტივად აგიხსნათ. ეგ არის ნაწილი ესე ხო, სადაც არის ესე რომ ვთქვათ, ჩვენი თავის ტვინი, რომელსაც ჩვენს ვუწოდებთ ხოლმე, იმიტომ რომ ასე ხშირად ადამიანები ვუწოდებთ, ხო, ჩვენს, თუმცა სულ არ არის ის ჩვენი და საერთოდ კავშირში არ არის ჩვენთან რეალურად და რა ხდება ამ დროს, ხო? როდესაც თქვენი ფიქრები არის ყველაზე დადებითი, რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, რომ თქვენ ყველაფერი გამოგდით, რასაც ხელი არ უნდა მოკიდოთ, ყველაფერი გამოგდით აბსოლუტურად. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, როგორც აფირმაცია ყოველი დღის გაღვიძების, რომ ძალიან მარტივი აფირმაცია ეს არ არის, რასაც მე თქვენ გეტყვით და თქვენ მე დაიზეპირებთ, გადაწერთ და სიტყვაზე რაღაცა ის გამოვა, ხო? ანუ რომ თქვენ აუცილებლად რაღაცა უნდა დაიზეპიროთ, მე გადაწეროთ და მე ყოველდღე უნდა იკითხოთ ეს ყველაფერი. არა საყვარლებო, რასაც თქვენ მოიფიქრებთ, რაც თქვენს ემოციურ, აი გაიღვიძეთ მაგალითად და დღეს მოგივიდეთ შესანიშნავი დღეა, დღეს იქნება გენიალური დღე, დღეს იქნება სურპრიზებით სავსე დღე. ხო, აი ამ შინაგანი ემოციით, როდესაც დგებით, ანუ წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შიგნით მენტალურ დონეზე აი ესეთი რაღაცა ტალღოვანი მაგალითად ვიბრაციები წარმოიქმნება, რაც პირდაპირ უდრის ბედნიერ დღეს, ბედნიერ იმას რა ქვია, აბსოლუტურად ნებისმიერ საქმის გამოსვლას უწყობს ხელს, ხო? აი ყველაფერი აბსოლუტურად. ის კი არ იფიქროთ, რომ თქვენ არ გამოგივათ, ან შფოთი და ეგო რის ხარჯზე ცხოვრობს, იცით, შიშის ხარჯზე, რომ გაშინებთ ყველანაირად, რომ ეხლა დანას თუ აიღებ ხელს გაიჭრი, მაგალითად, თუ თოვლია და ყინულია, ხო, მაგრამ ყინულზე რო გახვალ აუცილებლად წაიქცევი. ეხლა ის მოგივა, მანქანაში თუ ჩქარა ივლი, მაგალითად, თუმცა ჩქარა არიან, რომ აუცილებლად ავარია მოგივა, რაღაცა ჯანდება და გემართება და ეს არის ყველაფერი შიშის ფაქტორი და შიში ყველაზე დიდი უბედურებაა ჩვენს ცხოვრებაში. სამყარო რა არის? სამყარო არის თქვენი ანარეკლი. თქვენ სარკეში იყურებით, წარმოიდგინეთ და თუ თქვენ სარკეს არ უღიმით ყოველ დღე და მადლიერი არ ხართ იმის, რომ ყოველი დღე გათენდა, იმიტომ რომ 150,000 მინიმუმ კაცისთვის, ხო, შეიძლება დღე არ გათენდეს და არ დადგეს ხვალინდელი, ან დღევანდელიც არ დადგა მაგალითად, ხო? ანუ ჩვენ როგორც ადამიანებს, ესე რომ ვთქვათ, მიგვაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის. აი, ძალიან ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა, სულაც არ არის ესე. რეალურად სულაც არ არის ესე. უბრალოდ მარტივი ენით მინდა რომ გითხრათ, რომ ძალიან მარტივია თქვენი ცხოვრების შეცვლა. თქვენი აზრები პირდაპირ კავშირშია თქვენს ემოციურ შინაგან მდგომარეობასთან და თქვენი შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია იმ რეალობასთან. რეალობასთან, რომელსაც თქვენს თვალწინ ხედავთ. აი ზუსტად აბსოლუტურად იგივე კავშირშია, ხო? მაგალითად, არ ვიცი, რისი თქმა მინდა. ძალიან მარტივია სამყაროსთან ურთიერთობა. ძალიან მარტივია სამყაროს კანონებით ცხოვრება. სამყაროს კანონებით ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში დააფასო და გიყვარდეს შენი თავი და იყო თავისუფალი ამ სამყაროში. ხა თავისუფალი სამყაროში ყოფნა რას ნიშნავს? უბრალოდ ენდო სამყაროს არ იფიქრო არაფერზე ცუდზე, ეგოს გამოღვიძება რას ნიშნავს? მაგალითად, ეგოს სიკვდილი და სიკვდილს როცა ვამბობ რას ნიშნავს? იცით, საერთოდ ითიშება მენტალური პროცესი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დებილდები და ის ხეხდები მაგალითად, ხო? უბრალოდ აღმოაჩენ, რომ ეგო ყველაზე დიდი სიცრუე და ილუზია შენს ცხოვრებაში, ფიქრი, ანუ ფიქრი ყველაზე სისულელე და ანუ დიდი ილუზია შენს ცხოვრებაში და ის დამყარებულია მხოლოდ და მხოლოდ შიშზე, იმაზე რომ შეგეშინდეს, იმაზე რომ შიშისგან არ ვიცი რაღაცა ხო რაღაცები აკეთო და ასე შემდეგ. ეგო ზუსტად მაგაზე ცხოვრობ. შენ თუ ძალიან ესეთი დამშვიდებული ხარ შინაგანად, ანუ ესე იგი ფაქტობრივად 100%-ით 100-დან ენდობი სამყაროს და ზუსტად იცი რომ ფულიც გაქვს, ზუსტად იცი რომ მანქანაც ყავს, ზუსტად იცი რომ აი ყველაფერი გაქვს, აბსოლუტურად და სამსახური ან ნებისმიერი თანამდებობა, რომელიც შენ გინდა.
აი ზუსტად ესე მოქმედებს სამყარო. თქვენ თუ იფიქრებთ, ანუ რეალურად გაღვიძებისთანავე შეიქმნით გუნება განწყობას და შინაგან ემოციურ მდგომარეობას გადააპორტირებთ ყველაფერზე, მაგალითად იმაზე, რომ დღეს იქნება სასწაული დღეს, დღეს იქნება სურპრიზებით სავსე დღეს, დღეს იქნება გენიალური დღე, დღეს არის ჩემი დღე, ყოველი დღე თქვენი დღეა. იმიტომ რომ თქვენ რომ გაჩნდით აქ, ხო? თქვენზე ძვირფასი, თქვენზე ანუ აღმატებული ამ სამყაროში არავინ არ არის. всё, თქვენზე მაგარი და არ ვიცი, ხო, არავინ არ, იმიტომ თქვენ თვითონ ხართ ღმერთი, აქ შემთხვევით არავინ არ მოდის, არც ერთი სხეული, არც ერთი ფოთოლი, არც ერთი წარმავალი, ქვეწარმავალი იქნება ეს თუ ნებისმიერი რაღაც, აქ შემთხვევით არაფერი არ ხდება, მეგობრებო. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი ცხოვრების და არა მარტო თქვენი ცხოვრების, ყველაფრის ცენტრი და თავი ხართ თქვენ, თქვენ ხართ ღმერთი, თქვენ ხართ შემოქმედი თქვენივე რეალობის და თქვენ თვითონვე უნდა გააკეთოთ მობილიზება, ესე რომ ვთქვათ, თქვენივე აზრების, თქვენივე შეგრძნებების და თქვენივე ემოციების. მიხვდით რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ძალიან გთხოვთ, ყველამ, ეხლა რომ გათიშავთ ამ ლაივს, ჩართეთ სამედიტაციო მუსიკა, ძალიან კარგი მუსიკები არის ხო ინტერნეტში, YouTube-ზე რა ვიცი ყველგან და უბრალოდ დაფიქრდით რა არის თქვენთვის, გააკეთეთ ესეთი პატარა სავარჯიშო. ანუ ჯერ გამოსცადეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა რაღაცა საშინელებაზე რო ვფიქრობთ, მაგალითად თქვენთვის რა არის საშინელება, ან რაღაცა დასამწუხებლებელი ესე რო ვთქვათ თემა, ხო, ანუ რაღაცა ისეთი აიღეთ და დააკვირდით თქვენ შინაგან მდგომარეობას, ანუ შინაგან ემოციებს, როგორ არის თქვენი ემოციური მდგომარეობა და ეს რა არის რეალობაში და დააკვირდით. მერე როდესაც ხართ ბედნიერი, ანუ წარმოიდგინეთ რომ გაქვთ ბევრი ფული და ასე შემდეგ და სიმდიდრე რა არის თქვენთვის და ეს ყველაფერი რაც დღეს პატარა პრაქტიკასავით გავაკეთეთ და ანუ დააკვირდით თქვენს ემოციურ მდგომარეობას. მერე ეს პრაქტიკა გადმოიტანეთ ყოველდღიურობაში, რამდენიმე მაგალითად აიღეთ 5 დღე. ხო, 5 დღე დაიწყეთ დილით აფირმაციებით, კიდევ ერთხელ მეგობრებო, რომ დაგიწერენ აფირმაციებს და უყუროთ, რომ მე მაქვს ბევრი ფული და მე მაქვს ეს და მე მაქვს ის, ეს არ ამართლებს და არ მუშაობს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. იმიტომ რომ თქვენ არ იცით, თქვენი შინაგანი მდგომარეობა, ანუ თქვენი ვიბრაციული შინაგანი განწყობა, ანუ ნახეთ, ვიღაცა გეუნებათ, რომ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ქვიათ ლევანი, ვინც ეხლა მიყურებს მე, ან ნინო, ან ნებისმიერი სხვა სახელი და ნინო, შენ გაქვს ძალიან ბევრი ფული, შენ ყავს X6, შენ ყავს ეს, შენ ყავს ის. ანუ როგორ უნდა ჩაერთოს ნინოს ის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება მე მქონდეს, რომელსაც უკვე მაქვს, ხო? ანუ წარმოუდგენა, თქვენივე აფირმაცია ეს არის ის რაც თქვენ გინდათ, რაცაც რეალურად თქვენთვის ბედნიერება მოაქვს, აი ბედნიერების ემოციას რომ მიპოვით, აი ზუსტად ის არის თქვენი აფირმაცია ყოველ დღე. აიღეთ 5 დღე მაგალითად, აი უბრალოდ პრაქტიკული მეცადინეობა თქვენთვის ესე რომ ვთქვათ, ხო? და ნახავთ 5 დღეში აი ძალიან მარტივად, აი კვანტური ნახტომით, ჰოპ ოღონდ ეს ემოცია შეინარჩუნეთ მთელი შეეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ მთელი დღის განმავლობაში, რაც არ უნდა მოხდეს. რაც არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ხართ ღმერთი და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამე გააკეთოთ, ანუ ნახეთ, თქვენ თვითონვე პირველ ეტაპზე, პირველი რამდენიმე დღე თქვენ თვითონვე გამოცდით თქვენს თავს. და გამოცდით როგორ ახლა ნახეთ უყურეთ პირველი დღე მაგალითად დავიწყე აფირმაცია სიტყვაზე რომ მე მაქვს ბევრი ფული და ასე შემდეგ ან ჩამერიცხა ხელფასი ან რაღაცა ნებისმიერი ხო მაგალითად და რა მოხდება იცით შეიძლება რაღაცა შეგექმნათ ეს ანუ თქვენი თავი გამოწმოთ თქვენ თვითონვე თქვენი ქვეცნობიერი გამოწმოთ თქვენ თვითონვე ქვეცნობიერის დონეზე ჩაგირთვებათ ეს ყველაფერი აუცილებლად და ნახეთ რა მოხდება. ანუ რაღაცა შეიძლება კონფლიქტური სიტუაციები მოხდეს, ის მოხდეს, ეს მოხდეს, ანუ ჩათვალოთ თქვენ თავს, თქვენ თვითონვე ამოწმებთ, რამდენად ძალიან მარტივად გამოხვალთ აი ამ ემოციური მდგომარეობიდან, მიხვდით? არ დანებდეთ მეგობრებო, აიღეთ 5 დღე და მაქსიმალურად შეეცადეთ აი ეს დაჭერილი ბედნიერების ემოცია. გეჭიროთ ხელში 5 დღე და თქვენ რეალურ შედეგს ნახავთ. ანუ როგორ შეიცვლება 5 დღეში, თუ არ შეიცვალა 5 დღეში აი ამ ემოციური მდგომარეობის შენარჩუნებული ემოციური მდგომარეობის ფონზე თქვენი ცხოვრება აგერ გეოდებით მე 5 დღეში კომენტარებში არ ვიცი რაც გინდათ ის მეძახეთ და რაც გინდათ ის მიწოდეთ ყველა ნებისმიერი პრაქტიკა რასაც ელემენტარულად მაინც გაძლევთ მე ეს ყველაფერი მაგ დატესტილი და შემოწმებული ჩემს საკუთარ პირად თავზე თუმცა მე უკვე ძალიან იქით გადავედი და რაღაცა მაგრამ ძალიან მინდა რომ ძალიან ადამიანი და მარტივი ფორმით გითხრათ რა არის კვანტური ნახტომი იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობს და
ვერ გაიგო რა საჭიროა ეს გამოღვიძება, რა საჭიროა ეს კვანტური ნახტომი, რატომ და გავაკეთოთ, საერთოდ რაში გვჭირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ რა დგას ამის უკან თუ წინ თუ რა ვიცი, გვერდით რა ვიცი, კაცო ვერაფერი ვერ გაიგო, უბრალოდ ლაპარაკობენ და მეტი არაფერი არ ხდება, ხო? ამიტომ ჩემო საყვარლებო, რა არის კვანტური ნახტომი? ეს არის თქვენი ემოციური მდგომარეობა შიგნიდან წამოსული, რომელიც რეალურად გადმოდის თქვენს ახლანდელ რეალობაში და ზუსტად ის რეალობა იქნება თქვენთვის, რა რეალობაშიც გინდათ რომ იცხოვროთ. აი ეს არის კვანტური ნახტომი, მოკლედ ესე რომ ვთქვათ. ამიტომ გელოდებით ყველას კომენტარებში, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ თქვენი უკუ კომუნიკაცია ჩემთან. უღრმესი მადლობა, თუ რამე ისე მაგალითად ვერ ვთქვი, ნებისმიერ პრეტენზიას მივიღებ, ნებისმიერ რაღაცას მივიღებ, რასაც თქვენ დაწერთ. და კიდევ ძალიან გთხოვთ, თუ იმეს გინდათ მატერიალურ ფინანსურ თემებზე, მაგალითად პირად ურთიერთობებზე და ასე შემდეგ გავშალოთ თემა, როგორ შევინაცვლოთ ჰარმონია ყველაფერი ამაში და ზოგად საკაცობრიო სამყაროში, გელოდებით კომენტარებში დამიწერეთ ძალიან დიდი სიამოვნებით. განვიხილავთ თქვენთან ერთად ყველაფერს ძალიან მარტივი ადამიანური ენით და არა ეს რაღაცა სიბრძნეებით, რომელშიც მე კაციშვილი ვერ გაიგებს რა ხდება შიგნით. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხართ, ბედნიერ საღამოს გისურვებთ და დაგიბრუნდებით ძალიან მალე. კარგად დროებით ნახვამდის.